ეს გახლავთ ამბროსი ერისკაცობაში ბესარიონ ხელაიას დაბადების მეტრიკული ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ მამამისი აგრეთვე გახდათ მღვდელი. აქვე არის ინფორმაცია მისი ნათლიის შესახებ, რომელიც ვაზნაური ისიდორე ასათიანი. აქვე გახლავთ ჩანაწერი იმ მღვდლის შესახებ, ვინც იგი მონათლა. პატივისცემით გთხოვთ, ნებადართოთ მას დაასაფლაოს გვამი გარდაცვლილი კათოლიკოს პატრიარქის ამბროსისა სიონის საკათედრო ტაძარში, კათოლიკოსისათვის მიღებული წესისამებრ. ერთი ჩანაწერის გაკეთებიდან მეორე წერილის დაწერამდე ზუსტად 66 წლიანი შუალედია. პირველ დოკუმენტში წმინდა ამბროსი აღმსარებლის დაბადების თარიღია გატარებული. მეორე ხელნაწერით კი სამღვდელოება მის დაკრძალვას სიონის საპატრიარქო ტაძარში ითხოვს. ნახევარი საუკუნე ქართველი ერისა და ეკლესიის სამსახურში წმინდა ამბროსი აღმსარებლის მოღვაწეობა ის შემთხვევაა, როცა ცხოვრება წყლებით არის იზომება. ქრისტიანი ყოველთვის უნდა იყოს ერთგული თავისი თავისა, თავისი აღნათქვამისა, რომელიც ნათლობის დღეს აღუთქვა უფალს. იგი არ უნდა მერყეობდეს სარწმუნოების საქმეებში, დღეს რომ აღტაცებით შეხვდება მაცხოვარს, ხვალ არ უნდა გაჰყვიროდეს ჯვარსაცუ ეგე. დღეს რომ ქრისტეს მცნებათა ერთგულებისაკენ მიიდრიკება, ხვალ ამ ყოველივეს არ უნდა ივიწყებდეს და სოდვილ სიამტკბილობას არ მიეცეს. დღეს მოყვასისადმი სიყვარულით რომ აღიძვრის, შეეწევა მას და მშვიდობით მკვიდრობს მასთან, ხვალ არ უნდა ეჩხუბებოდეს და გამუდმებით მზად არ უნდა იყოს მის გასაწყრობად, დასამცირებლად და სავნებად. ყოველივე ამაში მეტნაკლებად სცოდავს თითოეული ჩვენგანი. ჩანს ვერ დავიკვეხნით სიმტკიცეს ღმერთთან, მოყვასთან და მაცხოვრის მცნებებთან დაკავშირებით. ცხადია აქ ჩვენ საამაყო და სანუგეშო არაფერი მოგვეძევება. ამბობს წმინდა ამბროსი აღმსარებელი თავის რუსულ ენაზე წარმოთქმულ ქადაგებაში. იგი 1961 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში დაიბადა. მღვდლის ოჯახში გაზრდილმა ახალგაზრდამ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი წმინდა ამბროსი დაოჯახდა, მღვდლად ეკურთხა და მოღვაწეობა აფხაზეთში განაგრძო. ამბროსი მოღვაწეობს აფხაზეთში, როგორც მოგახსენეთ და რაც კი რა მნიშვნელოვანი წამოწყება იყო აფხაზეთში, ფაქტობრივად ყველა ამ წამოწყების თანამონაწილეა, აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი შეიძლება ითქვას. ყველა ქართული ეროვნული საქმის წამოწყები და ხელმძღვანელი, მაგრამ მას ურთიერთობა გაუფუჭდა იმჟამინდელ აფხაზეთის ეკლესიის ეპისკოპოსთან, იგი ეროვნებით რუსი გახდა არსენი და როდესაც მას დაუდევრობაში დასამეს ცილი, რადგანაც ამბროსი ქართულ ენაზე კითხულობდა სახარებას და მან უთხრა, რომ ეს რუსეთის ტერიტორია რუსეთია და შენ ქართულად რაუფლებით კითხულობ და მან თამამად მიუგო, რომ ეს არის საქართველო და ქართულად უნდა წავიკითხო სახარება. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ამბროსი აღმსარებელი ყაზანის სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად მიდის, სადაც ის ბერად აღიკვეცა. 1902 წელს წმინდანს არქიმანდრიტობა ებოძა და ჭელიშის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ჭელიში მან საოცარი რამ გააკეთა, რომ ცნობილია ჟურნალ ცხოვრებასა და განთიადში იბეჭდებოდა ამბროსის მოგზაურობა რაჭალეჩხუმს, სადაც მან სიძველეები რაჭალეჩხუმისა აღწერა, ფოლკლორული მასალა, უამრავი საგალობელი, უამრავი საინტერესო რამ და პარალელებს ავლებდა რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან და ფაქტობრივად მან საქართველოს ეკლესიის ისტორია, იმჟამინდელი ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერ მდგომარეობაში იყო, ქართული სამღვდელოების, ქართული საქართველოს ეკლესიის ზნეობრივი სახე რუსული ეკლესიის ფონზე წარმოაჩინა როგორც აღმატებულ მდგომარეობაში ყოფი. ჭელიშის მონასტერში მოღვაწეობის შემდეგ იგი ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან წმინდა ამბროსი ხელაია ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლას იწყებს, რის გამოც წმინდა მღვდელმთავარი გადაასახლეს. 2 წლის შემდეგ წმინდა ამბროსი აღმსარებელი სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა მალე ისევ გადასახლებაში წასვლა მოუწია. 1908 წელს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის შემდეგ დამნაშავეს ვერ მიაგნეს. სამაგიეროდ
დაიწყეს ავტოკეფალიისათვის მებრძოლი ყველა სამღვდელო პირის დევნა, მათ შორის იყო წმინდა ამბროსი ხელაიაც, რის შედეგადაც წმინდანმა 9 წელი სამშობლოდან შორს უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. რიაზანის სამების მონასტერში ყოფნისას ის მუდმივად ზრუნავდა საქართველოზე და ეს მისი წერილებიდანაც ჩანს. 1917 წელს კი წმინდა მღვდელმთავარი სამშობლოში დაბრუნდა. ამბროს ხელაიამ შეძლო მხოლოდ 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ საქართველოში დაბრუნა, იგი შობულებით გამოდის და ნოვგოროდიდან საქართველოში ბრუნდება რა, საქართველოდან აღარ მიდის. ამბროს ხელაი აქტიურად მონაწილეობს პეტერბურგში 1917 წელს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რუსებმა აღიარონ რუსეთის ეკლესია, მაგრამ ეს იმ პერიოდში მიუღწეველი მიზანი იყო და ოცნება იყო ფაქტობრივად. 1921 წელს წმინდა სინოდმა ეკლესიის ახალი მეთაური აირჩია. საქართველოსთვის ძალიან რთულ დროს კათოლიკოს პატრიარქი წმინდა ამბროსი ხელაია გახდა. პერიოდში, როდესაც საქართველოში ყველაფერი ეკლესიური და ეროვნული იდევნებოდა, წმინდა მღვდელმთავარი მიმართვას აგზავნის გენუის კონფერენციაზე, სადაც იგი საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. მალე ამის გამო წმინდა ამბროსი აღმსარებელი საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად დააპატიმრეს. კათოლიკოს ამბროსი ხელაიას დაკითხვის. ეროვნულ არქივში წმინდა ამბროსი ხელაიას დაკითხვის რამდენიმე ოქმი ინახება. აქვეა ხელნაწერები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ წმინდანი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. საცავშია დაცული გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მიმართვაც. ამბროსი ხელაიასთან დაკავშირებით ჩვენს არქივში, საქართველოს ეროვნულ არქივში ძალიან საინტერესო მასალებია დაცული. აქედან რა თქმა უნდა, პროლისხარ გამოვყოფდი სწორედ იმ გენუის კონფერენციისადმი მიმართვას, რომელიც შეადგინა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ. და გენუის კონფერენციაზე ამ მიმართვის გაგზავნის შემდეგ ამბროსი ხელაიასზე დაინიშნა მეთვალყურეობა. შეიქმნა სპეციალური საქმე წმინდანი და ამბროსი ხელაიას თუ კი რაიმე სადაც იგი წავედოდა, მას ყველგან უკან მიჰყვებოდნენ. და აგენტურის ჩანაწერებიც არის ჩვენთან დაცული. ამბროსი ხელაიას დაკითხვა 1924 წლის მარტში უმძიმეს ვითარებაში მიმდინარეობდა. მას მემორანდუმის გაგზავნასთან ერთად ბრალი ედებოდა ქართული საგანძურის გადამალვაშიც. ამ პროცესების შემდეგ წმინდა მღვდელმთავარს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეროვნული არქივი ინახავს იმ წერილებსაც, რომლებითაც ქართველი სამღვდელოება ხელისუფლების სხვადასხვა ინსტანციის წარმომადგენლებს წმინდა ამბროსი ხელაიას გათავისუფლებას ან სასჯელის შემსუბუქებას თხოვდა. ეს არის საიდუმლო, ასე ვთქვათ, ოქმი ეგზარხოს ალექსის მიმართ, სადაც უცნობი პიროვნება წერს, რომ ამბროსი ხელაია აფხაზეთსა და სამეგრელოში რუსეთის მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებებს ატარებდა და თავის მრევლს რუსეთის საწინააღმდეგო აგიტაციებს უტარებდა და აგრეთვე მოგვიანებით მისი დაპატიმრების პერიოდში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლების წერილები სხვადასხვა დონეზე იქნება ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და თვით კენტერბერის ეპისკოპოსსაც კი მისწერეს ამბროსი ხელაიას გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ. 1 წლის შემდეგ წმინდა მღვდელმთავარი გაათავისუფლეს. ამბობენ, რომ როდესაც იგი სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდა, მრევლი მას მუხლზე დაჩოქილი ელოდებოდა. მოგვანიჭოს ღმერთმა განუწყვეტელი მყოფობა მასთან, თვისთამცნებათა განუხრელდა, მტკიცე აღმასრულებლად გვყოს ჩვენ, რათა საშინელი სამშავროს დღეს შევძლოთ მომავალი მსაჯულისა და უფლისაკენ, სიხარულით მივისწრაფოდეთ და შევიქმნათ ღირსეული მემკვიდრენი საუკუნო ცხოვრებისა. ამბობს წმინდა ამბროსი ხელაია ერთ-ერთ ქადაგებაში. გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ დღევანდელ დღეს წმინდა ამბროსი აღმსარებელი გარდაიცვალა და თავისი რთული გზის გავლით საკუთარი გასავლელი გზა და სუსტი ორიენტირები დაგვიტოვა.